პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ეს შეხვედრა ჩატარდა ვაშინგტონში. ჩვენი community, ქართველების community იზრდება ვაშინგტონში. მე როდესაც ჩამოვედი 20 წლის წინ, სულ ვიყავით რამოდენიმე ოჯახი. და დღეს უკვე ნახეთ, რამდენი უჭყვიანესი ქალბატონი ყავს ვაშინგტონში, რომლებიც მუშაობენ და ხდიან თავის პროდუქტს. ამით ჩვენ იზრდება ჩვენი community და როგორ ქართულად საზოგადოება და ძალიან მოხარული ვარ, რომ მადლობელი ვარ ჯერ თქვენ რომ ჩამოგზავნით, გაგვიცანით და ჩვენც გავეცანით თქვენ ძალიან საინტერესო პროექტებს, რომელიც ძალიან ბევრი პროექტი გაქვს და ყველანი ძალიან საინტერესო ჩვენთვის. დიდი მადლობა. ორი სიტყვით თქვენი საქმიანობის შესახებ თუ შეიძლება? მე ვარ პროფესიით ფინანსისტი და ჩემი მთავარი საქმიანობა არის ფინანსური მენეჯმენტი კორპორაციების. მაგრამ 2013-ში დამატებით გავხსენი ქართული მემკვიდრეობის აკადემია აქ ვაშინგტონში. რადგანაც ჩემი მეუღლე ამერიკელია, ჩემი შვილები ქართულად არ საუბრობდნენ და მინდოდა რომ ჩემი შვილები გაზრდილიყვნენ ქართულ სამყაროში, ქართულ გარემოში. მე თვითონ სოხუმელი ვარ და მე თვითონ ვიცი, პატარა ასაკში წამოვედი საქართველოდან, მეც არ გავიზარდე ქართულ გარემოში და მინდოდა რომ ჩემს შვილებს ჰქონდათ ის, რაც მე დამოუკდა ბავშვობაში, ქართული გარემო.